საკალათო სასამართლოში ვაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ახალი ნაფიცი მსაჯულების შერჩევა იწყება. მას შემდეგ, რაც ნაფიცებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, საქმე თავიდან უნდა განიხილონ. მანამდე კი დაცვის და ბრალდების მხარეების შემთხვევითი პრინციპით 100-მდე კანდიდატს დაასახელებენ. საბოლოო ჯამში 3 თვის განმავლობაში 12 ნაფიც მსაჯულს და 2 სათადარიგო კანდიდატს შეარჩევენ. პარალელურად დღეს მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი ოქროპირიძის ადვოკატი საკალათო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც ოქროპირიძეს ახალი ბრალდებისთვის სრულ დასმენისთვის წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ლევან კვატაშიძეს ჩაგორთვება საკალათო სასამართლოდან პირდაპირ ეთერში. ლევან, გისმენთ. დიახ, თამარ, ამ წუთებში იწყება ლაშა მახარაძის მკვლელობაზე ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის პროცესი. მხარეები უკვე შედიან სხდომათა დარბაზში. როგორც უკვე ცნობილია, პროცესს უძღვება იგივე მოსამართლე ეკა არეშიძე, რომელმაც პარასკევს უზრუნველყო ძველი ნაფიცთა შემადგენლობის სრული დათხოვნა. დღეს სასამართლოს უკვე გადაეგზავნა რეესტრიდან სპეციალური სიები, საიდანაც როგორც უკვე აღნიშნე, შერჩევითი პრინციპით მოხდება სულ 100 კანდიდატის შერჩევა, თუმცა დღეს წარმოდგენილი იქნება 30 კანდიდატი, რომელთა შორისაც შესაძლებელია მოხდნენ ის პირები, რომლებმაც მომავალში უზრუნველყონ სწორედ გიორგი ოქროპირიძის საქმეზე გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. ჯამში სასამართლოზე მოხდება საბოლოოდ დაახლოებით 3 თვიანი პროცესის დასრულების შემდეგ 12 ნაფიცის და 2 სათადარიგო პირის შერჩევა. არ არის გამორიცხული, რომ ამ პროცესის დასრულების შემდეგ პროკურატურამ ასევე მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, რომ საბოლოოდ მოხდეს პროცესიდან ნაფიცების ჩამოშორება, თუმცა ეს საკითხი, როგორც პროკურორი აცხადებს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. პროცესს ასევე ესწრებიან შერჩევას როგორც ბრალდებულის, ასევე დაცვის ინტერესების დამცველები. დღეს შეირჩევა შემთხვევითი პრინციპით 100 კანდიდატი, რომელთაგაც ასევე შემთხვევით შეირჩევა 30 კანდიდატი და ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებს დაეგზავნებათ კითხვა, როგორ შემდგომ სხდომაზე დაიწყება ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების შერჩევა. იქიდან გამომდინარე, უკვე თუ დააყენებს პროკურატურა ამ შუამდგომლობას, ამის შემდგომ უკვე გააკეთება ჩვენს მიერ კომენტარი, თუ რატომ გაჟღერდა პროკურატურის მხრიდან შუამდგომლობა აცილების შესახებ. თუ პროკურატურას საფუძველი ჰქონდა, როდესაც პირველად შევარჩიეთ ნაფიც საჯულები, პირველი შემადგენლობა, მაშინ უნდა დაეყენებიან. ვინაიდან მაშინ არ ქონდა საფუძველი, ეხლა უკვე მეორე შერჩევის შემთხვევაში უნდა ამას ფაქტობრივი გარემოება, კონკრეტული ფაქტი, რომ ვინმე ზეწოლა განახორციელა ნაფიც საჯულზე, რომელიმე ნაფიც საჯულზე, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრებს. სხვა შემთხვევაში საფუძველი არ არის და პროკურორის შუამდგომლობა არ იქნება გაზიარებული. მე ვფიქრობ, რომ უკვე კარგად ნათელი გახდა, რომ ამ პროცესში არ უნდა იყვნენ ნაფიცები ჩართული და იმედია მოსამართლე დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას პროკურატურასთან ერთად. ნაფიც მსაჯულთა შერჩევა, როგორც უკვე აღნიშნე, ამ წუთებში იწყება თბილისის საქალაქო სასამართლოში. არ არის გამორიცხული, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს 3 თვეს, საიდანაც უკვე დაახლოებით 12 ნაფიცის გამოვლენა მოხდება. დიდი მადლობა, ეს იყო ლევან კვატაშიძე და პირდაპირ ჩართვა თბილისის საქალაქო სასამართლოდან.